30 წლის განმავლობაში პირველად გრძნობ თავს იმ სფეროში, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ რევაზ თუთარაშვილი, ვსწავლობ Java backend პროგრამირებაზე. 2017 წელს დაუმთავრე იურიდიული ფაკულტეტი, პროფესიით ვარ იურისტი და ამ მიმართულებით მუშაობ საკმაოდ დიდი ხანია. მაქვს დიდი გამოცდილება ამ კუთხით, შემდეგ მომსახურების სფეროში გადავინაცვლე და ამ ბოლოს უკვე ბოლო მე-6 წელიწადია, რაც იუსტიციის სახლის ხარისხის მართვის დეპარტამენტში ვმუშაობ, უფრო სპეციალისტად. ზოგადად ტექ სფეროს რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებდა, ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო ბავშვობიდან, მცირე ასაკიდან და მქონდა შეხება და ვფიქრობ საკმაოდ წარმატებულადაც ყოველთვის ვართმევდი ხოლმე გარკვეულ დავალებებს თავს ჩემ სამეგობროში, სამეზობლოში და ასე შემდეგ. როგორც პროფესია, ამ კუთხით არასოდეს არ გამიხილავდი და შედარებით გვიან 29 წლის ასაკში გადავწყვიტე რომ ტექ სფეროში შემომედგა ნაბიჯები და პირველი მცდელობა იყო ჩემი საკუთარი ძალებით რომ მესწავლა ფრონტენდი იყო პირველი რასაც შევეხე და საკმაოდ მალევე მივხვდი რომ ეს არ იყო ჩემი უშუალოდ ფრონტენდი, თუმცა ტექ სფერო რომ ძალიან მაბედნიერებდა და ნამდვილად იქ ვიყავი სადაც უნდა ყოფილიყავი, ამას რასაკვირველია ხვდებოდი. ფრონტენდის შემდეგ გადავწყვიტე რომ გადავსულიყავ ბექენდზე და აქაც ხაზი მინდა გავუსვა რომ ჩემი ცდილობდი მესწავლა პირველ რიგში იყო Python-ის დაპროგრამების ენა და შემდეგ უკვე უფრო სიღრმეებში შევედი, მithro მივხვდი გამოიკვეთა ის ასე ვთქვათ რამისტრაფებები მქონდა და გადავწყვიტე საბოლოო ჯამში ამერჩია Java development-ი. გავაანალიზე რომ საჭირო აუცილებელი იყო რომ მიმემართა შესაბამისი კოლეჯისათვის ამოვარჩია Skillwheel. გამომდინარე იქედან რომ Skillwheel-ის ეს კურსი Java backend development-ი არის მრავლის მომცველი და ზოგადად ფაქტობრივად საბაზისო დონეზე მოიცავს ყველაფერს, რაც კი შეიძლება დასჭირდეს developers. ისეთი key დეტალებია ჩაშლილი რომ ძალიან მომზადებულს ხდის ესე რომ ვთქვათ სამუშაო პროცესისათვის. ნამდვილად არ მეგონა თავიდან თუ აი მარტივი რაღაც აპლიკაციების უკან აი ამ ხელა source იმალებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე ამ კუთხით, თუნდაც ჯგუფური სამუშაოების დროს კონკრეტული ბიზნეს ლოგიკის სწორად აღქმა. იმის გააზრება თუ რა აპლიკაცია რა საჭიროებებს უნდა მოერგოს და ამის საფუძველზე შემდეგ უშუალოდ გუნდში მოლაპარაკება რა ფიჩერები შეიძლება დაანერგო აპლიკაციაში, შენი მხრივ რა შეიძლება ესე ვთქვათ შესძინო ისე რაც კონტექსტიდან არ იქნება ამოვარდნილი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლის პროცესში შევეხე სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს და ამან ძალიან გამიმდიდრა ზოგადად ცოდნა უშუალოდ აპლიკაციის წერის მომენტში, იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხით შევეხე თვითონ ტექ სფეროს, მაგალითად e-commerce ტიპის აპლიკაციები, სადაც ხდება გარკვეული პროდუქტების განთავსება შეგიძლია შეძენა, ეს როგორ ხდება development-ის მხარეს, იგივე social network აპლიკაციები, აუქციონის ტიპის აპლიკაციები, ეს ჩემთვის ფასდაუდებელია ამ შემთხვევაში ამ კუთხით მიღებული გამოცდილება და იყო ძალიან ბევრი გამოწვევები, რომელიც გადაჭრის ხერხების მოძიება მომიწია და საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე ამ კუთხით. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სწავლების ბოლო ნაწილში გავდივარ უკვე, რაც უფრო სიღრმეებში შედიხარ, მით უფრო ხვდები, რომ ძალიან ბევრი რამე გაქვს სასწავლი და რა თქმა უნდა თვით განვითარებაზე ვიზრუნებ ამ კუთხით და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ სრულიად გადავერთო ტექ სფეროში და გამოვიცვალო ესე ვთქვათ საქმიანობის სფერო, რაც ფიქრობ ძალიან დიდ ბედნიერებას მომანიჭებს და ძალიან სასიამოვნო იქნება.